ესე იგი, ჩანს რომ აი ამ პლანკის სიგრძეს რაც შეეხება, პრინციპში ერთ-ერთი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი გამონაკლისთან გვაქვს საქმე. და ანუ მომენტი რა არის, რომ აი ესეთნაირად შევხედოთ ამ ფაქტს, მოდით. გრავიტაცია ექსპერიმენტულად შესწავლილია პირდაპირ, აი ექსპერიმენტზე შესწავლილია დაახლოებით 100 მიკრონამდე. ესე იგი მილიმეტრის მიათედამდე დაახლოებით. ესე იგი მილიმეტრის მიათედამდე გრავიტაციული ურთიერთქმედება ვიცით რომ აღიწერება აი ამ კანონით და ეინშტეინის გრავიტაციით, ხო? ეხლა თქვენ მაგალითად ყოველთვის შეგიძლიათ გეთქვათ რომ კი ბატონო ექსპერიმენტულად გრავიტაცია ვიცით ამ 100 მიკრონამდე, მაგრამ იმისი კითხვა არ ვიცით რა არის, რა ხდება, ხო? მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ აი ამ პლანკის სიგრძეზე ლაპარაკს, იმიტომ რომ სანამ ამ 10 ხარისხად -33 სანტიმეტრამდე მივალ, მილიონი რაღაც შეიძლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ეგ სწორია, რომ შეიძლება მილიონი რაღაც შეიცვალოს. ანუ თეორია შეიცვალოს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პლანკის სიგრძე ეს არის აბსოლუტური ზღვარი. ესე იგი, თეორია შეიძლება შეიცვალოს ისეთნაირად, რომ ეს სიგრძე პირიქით უფრო გაიზარდოს. ესე იგი, ბარიერი, რომლის იქითაც ვეღარ ჩავალთ, შეიძლება იყოს უფრო დიდი, მაგრამ ვერასოდეს ვერ იქნება პლანკის სიგრძეზე პატარა. ანუ რა მოხდება ახლა? კითხვა იყო, აქ რა მოხდება, ხო? მოხდება ესეთი რაღაცა. აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გინდათ, რომ ჩაატაროთ ექსპერიმენტი. ხო, მოდით ეს ცოტა უფრო ისე დეტალურად გავმიხილოთ ეს ამბავი რა. წარმოიდგინოთ, რომ ჩვენ გვინდა ხო, მაგრამ მე ეს დაიგარგება. აი, წაშლით არ წაიშლება, მაგრამ არ გამოჩნდება. კარგი. კარგი, ფიზიკური აზრი რა არის ამის? ეხლა რა ხდება? წარმოიდგინოთ, რომ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეინშტეინის გრავიტაცია თეორია მისაღებია მანძილებამდე, ამ პლანკის რიგის მანძილებამდე, ხო? 10 ხარისხად 33 სანტიმეტრის, -33 სანტიმეტრის მანძილებამდე. ეხლა რომ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს მიკროსკოპი, ეხლა მოკლე მანძილების დანახვა რას ნიშნავს? რომ მოკლე მანძილები რო დავინახოთ, მიკროსკოპი გვჭირდება ყოველთვის, ხო? რაღაცნაირად უნდა ეს მანძილები გაადიდო, ხო? ეხლა რას ნიშნავს მიკროსკოპი? როდესაც ფიზიკოსის თვალსაზრისით დანახვა რას ნიშნავს? დანახვა ყოველთვის ნიშნავს ურთიერთქმედებას. ესე იგი, ფიზიკის თვალსაზრისით რაღაცის დანახვა ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც ინფორმაციას იქიდან ღებულობთ, ხო? დანახვა ხო ეგ არის, რას მე როცა მაგალითად აი ამ ბოთლს უყურებ, რა ხდება? ურთიერთქმედება ხდება, ხო? აი ფოტონი, რომელიც გაიბნა ამ ბოთლზე, რეგისტრირდება ჩემი თვალის მიერ, ხო? და აქედან ხდება ინფორმაციის მიღება. ეს არის დანახვა. ეხლა მე თუ მინდა რომ უფრო პატარა მანძილებზე ჩავიხედო, შესაბამისად, ჩემი გარჩევის უნარიანობა გავზარდო, უფრო მეტი ენერგიაა საჭირო. აი ამ ფართობზე ჩაიდოს. ანუ ნებისმიერი მიკროსკოპის თვისება არის ის, რომ თუ გინდა დაინახოთ მანძილი, მაგალითად ელი, რაღაც მანძილი, აი რაღაცა ყუთი ავიღოთ რა და გავარჩიო, რომ შევხედავ, გავარჩიო აი ამ ყუთში რა არის. თუ ამ ყუთის მანძილი არის ელი, ხო? თუ ამ ყუთის მანძილი ელია, ესე იგი, აუცილებელი პირობა ნებისმიერი მიკროსკოპისთვის არის, რომ აი ამ ყუთში უნდა ჩაიდოს ენერგია დაახლოებით 1 გაყოფილი ელზე, ელის შებრუნებული იმ ერთეულებში. იმიტომ არის, როდესაც ვიძახით ჩვენ რომ მაგალითად ეს დიდი ადრონული ამაჩქარებელი ჩაგვახედებსო LHC-ის მანძილებზე, რომელიც არის დაახლოებით 10 ხარისხად -17 სანტიმეტრი. ეს იმიტომ, რომ ენერგია ზუსტად იმიტომ არის საჭირო, რომ თითოეულ პროტონ-პროტონული დაჯახების ენერგია, ესე იგი, მასათა ცენტრის ენერგია და გადაცემული იმპულსის ენერგია იყოს ამის შებრუნებული, ზუსტად. ეგ არის ის ენერგია, რაც გააჩნია ამ ამაჩქარებელზე, დაახლოებით ტერაელექტრონვოლტი. ეხლა რა ხდება? ეხლა მოდით ესეც საკითხი დავსვათ, აი თქვენ კითხავს რო პასუხობთ რა, ესეც საკითხი დავსვათ. აი წარმოვიდგინოთ, რომ ვართ ჩვენ შეუზღუდავად განვითარებული ცივილიზაცია, ხო? არანაირი პრობლემა არ აქვს, არც რესურსის, არც ფულის, არც ტექნოლოგიის. და ესეც საკითხი დავსვათ რა, რომ მოვინდომოთ, რამხელა მანძილებზე შეგვიძლია ჩავიხედოთ. ეხლა იმისათვის, რომ მოკლე მანძილებზე ჩაიხედო, საჭირო უფრო მეტი ენერგიები. ესე იგი, საჭიროა ენერგიის ძალიან დიდი კონცენტრაცია, ხო? ესე იგი, ამ უფრო და უფრო ძლიერი. ეხლა ეს ენერგიის კონცენტრაცია რო გააკეთოთ, ამისათვის საჭიროა რომ უფრო და უფრო ძლიერი ამაჩქარებელი ავაშენოთ. პრობლემა არ არის. თუ ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ ცივილიზაციას აქვს შეუზღუდავი რესურსები, შეგვიძლია რაც გინდათ დიდი ამაჩქარებელი ავაშენოთ, გალაქტიკის ხელა მაგალითად.
ავაშენეთ ეს galaktikis ხელმაჩქარებელი, ან კიდევ უფრო დიდი. ვაჩქარებთ დაუშვათ ელემენტარულ ნაწილაკებს, ვაჯახებთ, ვიყურებით სულ უფრო და უფრო მცირე მანძილებზე. ახლა ეს კითხვა არის შემდეგი, სად არის ზღვარი? არის რამე ზღვარი, სად შეიძლება გავჩერდეთ? აი, დაუშვათ ცივილიზაცია რომ შეუზღუდავი შესაძლებლობები ქონდეს. პასუხი არის შემდეგი. გრავიტაცია რო არ არსებობდეს, ზღვარი არ არის. ესე იგი, ერთი წუთი ჰიპოთეტურად წამოვიდგინოთ, რომ გრავიტაციული ურთიერთქმედება გამოვთიშეთ საერთოდ რა. და ვართ განშენი ურთიერთქმედების ამარა რა, როგორც ვართ. ხო, რაღაც ჰიპოთეტურად რო წარმოვიდგინოთ, მაშინ ზღვარი არ არის. გავითარებულ ცივილიზაციას შეუძლია რაგინ მცირე მანძილებზე ჩაიხედოს. მეტი ენერგია დაჭირდება, უფრო დიდ ამაჩქარებელს გააკეთებს, კიდევ უფრო მცირე მანძილებზე და წავა. იმის გამო რომ გრავიტაცია არსებობს აბსოლუტური ზღვარი, რომელიც არის ეს პლანკის სიგრძე. ახლა რატო არის ეს ზღვარი? ზღვარი არის იმის გამო, რომ როდესაც თქვენ გაქვთ გრავიტაცია, ნებისმიერი ენერგია გრავიტირებს. ანუ რას აკეთებს? ნებისმიერი ენერგია, აი მაგალითად ეს ობიექტი, ხო? უკვე იმის გამო რომ ის არსებობს და რაღაც ინფორმაციას ატარებს, იმის გამო რომ მას ენერგია აქვს და იმპულსი აქვს, ის ქმნის გრავიტაციულ ველს თავის გარშემო. ამისი განცალკევება შეუძლებელია. შეუძლებელია თქვენ გქონდეთ რაიმე, რაც გრავიტაციულ ველს არ ქმნის. გამორიცხულია. ესე იგი, რაიმე ნიშნავს, რომ ინფორმაციის გადაცემა შეუძლებელია გრავიტაციული ველის აღგზნების გარეშე. იმიტომ რომ ნებისმიერი ინფორმაცია ზოგ ენერგია და იმპულსი. შეუძლებელია თქვენ ინფორმაცია გქონდეთ, რომელსაც არ ესაჭიროება ენერგია ან იმპულსი. ამის გამო რა ხდება? იმისათვის რომ თქვენ უფრო და უფრო პატარა მანძილებზე ჩაიხედოთ, აი მყუთის მასა, სადაც უნდა ჩაიხედოთ, აუცილებლად უნდა გაიზარდოს. იმის გამო რომ ეს ყუთის მასა იძლება, ის გრავიტაციული ველი, რასაც ეს ყუთი ქმნის, უფრო და უფრო ძლიერია. რაღაც მომენტში ეს ყუთი გადაიქცევა შავხრელად. და ამის იქით უკვე იქიდან ინფორმაციის, ამის იქით უკვე იმ ყუთს ვეღარ დააპატარავებთ, პირიქით უფრო გაიზრდება. ხა რა ხდება? რას ნიშნავს რომ შავხრელად გადაიქცევა? გაგახსენებთ, ესე იგი, ნებისმიერი ობიექტს, ნებისმიერი ენერგიის ან მასის ობიექტს, ხო, მაგალითად მაქვს რაღაც ობიექტი, რაღაცა მასით ემი, მაგალითად დაუშვათ სფერული განაწილება ავიღოთ, რაღაცა მასით ემი, ხო? არსებობს ასოცირებული სიგრძე, ამასთან ასოცირებული სიგრძე. ესე იგი, ეს არის მასის განზომილება. ეს მასის განზომილება მე შემიძლია ავიღო და გავამრავლო პლანკის მუდმივის პლანკის სიგრძის კვადრატზე. და აი ამ სიგრძეს აქვს სახელი, ამას ქვია შვარცშილდის რადიუსი. ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიდიდეა. ეხლა ცხადია ამის ფიზიკური აზრი მარტო ის კი არა რომ ვამრავლებთ ერთმანეთზე რაღაცებს და რაღაცას მიიღებ. ყოველთვის რაღაცას მიიღებ, რაღაცას რომ გაამრავლო. ეგ არ არის იდეა. იდეა ის არის რომ ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფიზიკური აზრი. რა ფიზიკური აზრი აქვს ეს? ამ შვარცშილდის რადიუსი. ეს არის ის სიგრძე, რაშიც თქვენ ეს მასა უნდა მოათავსოს, რის მერეც ეს მასა შავი გახდება. ესე იგი, ნებისმიერ ობიექტს, რომელსაც მასა გააჩნია, ყოველთვის აქვს ასოცირებული შვარცშილდის რადიუსი. თუ ეს ობიექტი შეკუმშეთ დაემზომამდე, იმის იქით ხდება შავი ხრელი, ხო? კოლაფსი მოსდის შავ ხრელში. ანუ ფაქტობრივად რა ხდება? ეს ახლა იმისათვის რომ ეს გავიგოთ ამის ფიზიკური აზრი, სკოლის ფიზიკაც საკმარისია. ანუ რა ხდება? წარმოიდგინეთ რომ აქვს ესეთი ზედაპირი რა, რაღაც მასის განაწილება, ხო? რაღაცა ზომა აქვს ამ მასის განაწილებას. ეხლა შეგვიძლია დავსვათ ესეთი კითხვა რა, რომ აი ამ ზედაპირზე ბავშვო დგას პიროვნება, პლანეტა ავიღოთ რა. აი პლანეტის ზედაპირზე დგას ვიღაც და ქვას ისვრის, ხო? ან ნებისმიერ, ან სულ ერთი არა, რაიმე სიგნალს ის აგზავნის. ყოველთვის არის ზღვრული სიჩქარე, რომელიც უნდა მიანიჭოთ თქვენ ამ სიგნალს, რომ ეს სიგნალი აღარ დაბრუნდეს, ხო? მეორე კოსმოსური სიჩქარე ქვია მაგას, ხო? ეხლა, როდესაც შავი ხრელი ხდება მაშინ, თქვენი ობიექტი ამ პლანეტaan, რაც, როდესაც მეორე კოსმოსური სიჩქარე გადააჭარბებს სინათლის სიჩქარეს. რატომ? იმიტომ რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ვერაფერს ვერ გაგზავნით. ესე იგი, თუ მეორე კოსმოსური სიჩქარე იმისათვის, რომ ზედაპირი დატოვოს სიგნალმა, მეორე კოსმოსური სიჩქარე არის სინათლის სიჩქარე, ამის მერე ეს ობიექტი შავი ხრელი ხდება. შვარცშილდის რადიუსი არის ზუსტად ის ზომა იმ თქვენი პლანეტის, რომლის მერეც ეს ობიექტი შავი ხრელი გახდება, იმიტომ რომ მეორე კოსმოსური სიჩქარე გადააჭარბებს სინათლის სიჩქარეს. ნუ ეს პირდაპირ შეგიძლიათ მაგალითად გამოიყვანოთ, დავუშვათ სიტყვაზე თქვათ ქვა გაისროლით აქედან, ხო?
ის იმის პირობა რომ ქვა არ ჩამოვარდეს, ხო? ეს ზღვარი, ეს არის ის რომ პოტენციური ენერგია ამ ქვის გაუტოლდეს უსაზროობაში გაუტოლდეს კინეტიკურ ენერგიას რა. ამ ორის გატოლება ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც შვარცშილდის რადიუსი არის, იმიტომ რომ პირდაპირ შეგვიძლია გავიგოთ, ხო? იმიტომ რომ ეს არის პოტენციალი რა არის? ეს არის პოტენციური ენერგია, ეს არის მასა აი ამ ობიექტის. დაუშვათ რაღაცა პატარა ქვა გავისროლე რაღაცა პატარა მასით, ხო? და ეს არის ზომა ამ ობიექტის, ხო? ის როდესაც ეს გაუტოლდება კინეტიკურ ენერგიას, და როდესაც კინეტიკურ ენერგიაში სიჩქარე იქნება C, ანუ ერთიანი, ეს არის ღრული სიტუაცია, როდესაც შვარცშილდის რადიუსი გაქვს და ნუ ეს პირდაპირ იძლევა იმ გამოსახულებას. ნუ გასაგებია, ხო? ამის სკოლის ფიზიკაც საკმარისია. ხო, ნუ მაგალითად ეხლა დედამიწას შვარცშილდის რადიუსი დედამიწისთვის არის დაახლოებით 1 სანტიმეტრი თუ რაღაც ეგეთი რა. სანტიმეტრის ზეგის არის მოკლედ. შეგვიძლია აი მაგალითად დედამიწის მასის მქონე ობიექტი რო შეგუმშოთ სანტიმეტრის ზომამდე. ამის მერე შავხროლი გახდება. მზის შვარცშილდის რადიუსი არის დაახლოებით 3 კილომეტრი. ესე იგი მზის მასის ობიექტი 3 კილომეტრამდე რო შეგუმშოთ, ამის მერე შავხროლი ხდება. ნუ ასე შემდეგ. ეხლა რა ხდება? აი იმის დაუბრუნდით ამ გაზომვებს, ისევ თქვენ კითხავს. ესე იგი რა ხდება? იმის მერე რაც თქვენ იმისათვის რომ ეს ხუთი გავარჩიოთ, ხო? აქ უნდა ჩავდოთ ენერგია, რომელიც არის შებრუნებული ამ ხუთის ზომის. ამ ენერგიას თავის შვარცშილდის რადიუსი გააჩნია, ხო? ესე იგი, ამ ენერგიის შესაბამისი შვარცშილდის რადიუსი იქნება S ერთი გაყოფილი L-ზე და გამრავლებული პლანკის კვადრატზე, ხო? ეხლა იმისათვის რომ ყუთი არ გახდეს შავხროლი, ის ყუთი უნდა იყოს უფრო დიდი, ვიდრე თავისი შვარცშილდის რადიუსია. მორჩა, აქედან შემოსაზღვრებულობთ, იმიტომ რომ აი ეს ყუთის ზომა უნდა აღემატებოდეს თავის შვარცშილდის რადიუსს. რაც გეუბნებათ, რომ როგორც კი, ესე იგი არის აბსოლუტური ზღვარი. ყუთის ზომა, უკაცრავად, პირიქით. ყუთის ზომა უნდა აღემატებოდეს პლანკის ზომას. ან მაქსიმუმ ტოლი იყოს. ესე იგი, რა ხდება? იმის მერე რა მოხდებაო, რომ ვცადოთო? რა მოხდება და უფრო დიდ შავხროლს გააკეთებთ? ეგ მოხდება. ესე იგი, გრავიტაციას აგერთვის ეს თვისება, რომ თუ შევესწრებით, რომ იმაზე უფრო მოკლე მანძილებზე წავიდეთ, უფრო დიდ შავხროლს მივიღებთ ამის შედეგად. ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ ეს ფაქტი გვეუბნება, რომ არის აბსოლუტური ზღვარი იმისა, რომ არ არის ეს იმას დამოკიდებული, ჩვენ რამდენად გამვითარდებით. ეს პლანკის სიგრძე არის აბსოლუტური ზღვარი. იმისა, სამდე შეიძლება ნებისმიერმა კაცობრიობამ თუ ნებისმიერმა ცივილიზაციამ ჩაიხედოს. იმის იქით შეუძლებელია. იმის იქით თუ შევეცდებით ჩახედვას, პირიქით უკან გამოგვაგდებს. კიდევ უფრო გაიზრდება ის მანძილი, სადაც რასაც დავინახავთ ფაქტიურად რა. ანუ ფაქტიურად ესეთ რაღაც მოხდება, რომ სიამდვილეში თუ შევეცდებით კიდევ უფრო შორს წავიდეთ, სიამდვილეში მივიღებთ ესეთ მანძილს, რომელიც თუ ელი უფრო პატარა ვიდრე პლანკის მანძილი, მაშინ ეს გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე თვითონ პლანკის თვითონ ელი, რა თქმა უნდა. ой, რაც არის. და ისა, რის თქმა მინდოდა, კითხვები თუ არის რამე, ჩემ მოყოლის დროს, რა თქმა უნდა, არ მოგერიდოთ. განსაკუთრებით სტუდენტებს შეეხება ეს. კარგი, ესე იგი